რაღაცა პასეული, რასაც ნახავ, უფრო ბრილიანტი იგენი, ეგრევე თამეიღი. არ გინდა სხვა რაღაცეებზე იგენი. ყურადღება არ გადაიტანო, იგე? მომისმინე, გინე. თუ იმემ დაგვიჭიროს ჩვენ აქ, არ გიცნობ, არ ვიცნობ. ჩემი სახელია რა ხსენოს აქ, იგე, ვითომ უწყოვარ. ბიჭო, შავლაუჩის სახელით გიცნობ ისედაც მთელი ცხოვრება. ძალიან რომ მიდოდეს, მაინც არ ვიცი, ჩემი სახელი დაგვარია. ასე რომ არ გეშინოდეს მაგის. ბიჭო, რა მაინტერესებს მე უფრო ვიცი? რო რამე და დაგვიჭირონ, რამდენ წელს მოგცემ. 5-6 მოვცემენ ახლა მაგიმა 5-6 წელი რა ამბავია შეგაცი გეთქვა მაგის სანამ წამევიდოდით იმ სარეცხს მაინც არ დავტოვებდი სარეცხთან განაში ივა რა დამხვდება აშმორებული რეცხე თავიდან მერე რა სიმპარია ბიჭო მიდი მოძებნე რაღაცა ნახე პასეულ რას ვიპარავ ბიჭო ბოში ვიყავი ამხელა ვიყავ თლად პირველად მასწავლებელი ჟურნალი რომ მოვყარე კლასში რატო რაღაცა ვიქნადო აბა კარგად რომ ესწავლა შენთან ერთად ვიქნებოდი ახლა ბაიცი შემოსული ვიხარი მიდი ბიჭო ნახე ვიზია რაღაცა მოძებნე რაღაცა ინახა შენ მაგები არაფერი აკეთებ ესაა მე ნაგავი ყოფილა ნაგავში რა მინდა აგინდა მე გამოვუდი აკეთე იკითხარეს ნახე ბიჭო შენ და მე აკითხარეს ნახე აკანაძიცი ნაცი ვაა ბიჭო უკროს ცები. ნახე რა მაგარია. ამას რა უყოთ ახლა შენ წაიღებ თუ მე წავიღებ? მაგი შენ წაიღე. იმიტომ რომ მე ბოშის ნახულობ, მაინც იგვირა შეიგე და ნათლიაში უნდა იყო და შეუნდა მეიტანო მაინც. არა, მიდი. შენ არ უნდა მაგას დახურებ, ახლა წევიდე მაგი ჯიპეში ბიჭო. ვაა, ბიჭო. რა იყო, ბიჭო, რა ნახე? რა ნახე და თაიფსის სატენი შეძმობას მიცავარ 3%-ზე მათ ყველაფერი სანამ გავაკია. კი, რა მაგიჟე, რა სატენი, ბიჭო, შეშტერი ვარა, რა? რა სატენი, ბიჭო, ოქრო და ღირებული ბრილიანტი ნახე რაღაცა, ბიჭო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, მომისმინე, ბიჭო, ოქროს შენი ინტუიციით და ყნოსვით უნდა აგნებდე, ბიჭო. ნახე, ახლა აგერ, ნახე ეგეთ, მე რაფერ მოვძებნო ახლა ოქრო. ნახე, აკეთე რა. აკეთე. მე ნახე, მაგი თუ იცი. ნახე, ხერხე. მე. გაჩერდი იყავი გაგიძ როგორა. აი. აგერ ჩერდება. ამან თუ ოქრონა. ეგეა აი შეგენაცვალე რა ყნოსვაა. ვიდეო ჩემი სეტერი ვინა. ამაში ვიძი ადრე ოქრო იყო ეტყობა თორე მე ყნოს ვარ მომატყუებდა მე ოჯოს გეუნა. მომისმინე. შენ რა მოგიპარია ეგ ამა. გადამაყოლე თავზე ყველაფერი მითხარი. ამა შეხედე ვიო. შეხედე ვერე აი. მე ვიო ბავშვობიდან მიყარა და ქუჩაში ვიო შემწორე ვიო. მე უნე რა. რა მოგიპარია თქო მე გეკითხე ბავშვობაში. რა მომიპარია და ბაბუოჩეს მოპარე ტროსტი ვიო. რატომ მოპარე ხმა ტროსტი იცი? ბაბუოჩემი დადიოდა პენსიაზე, გეიგე? და იქიდან პენსიას ღებულობდა. ეგი რომ მოპარე, მე მემაგზავნიდა. და იქიდან ტეხავდი ფულს, გეიგე ვიო? აი მასწავლა, ახლა მოპარო. ოქრო ეძე, ოქრო იქნება ნახოთ, წევიდეთ, ნაქირავები კი არ გაქვს ეს ახლა. წევიდეთ მერე. აივანზე გორ გევიდეთ იგანა? გევიდეთ არა, აგანი არაფერი. აგანი აფერი არა, წამოდი აივანზე. აგანი აფერი არა. მეზობელი იყოს კარები რაც. თვითონაც ნახე შენ და კეთბე ნახო. აი, არის მაგანი რამე? რა ვიცი, ვიჟო, ხახვი და კარტოფილი ყრია აგე კანადაში. და კარტოფილი და ყრია, იგი მეზობელი ხო არა, ვიო. მომპარავი ბიჭი ვარ, მოძებნა, ვიდე რაღაც. აი. აქანი არაფერი არა, ძმა. აქანი არაფერი არა, ღირებული და
აი მაქსიმუმ 5 კაცი ამოგვიდეთ და დასწრა და იგებო ეგა რა მეტი არაფერი არა ამოდი მე ნაგიდე კაცი არა ისკავში ხო არა არაფერი არა დაგიდე წამო გევიდეთ შეიგეთ ბიჭო შეიგეთ ბიჭო უქრო ხო გადახვედა კიდე რომელი სათული ეს სათული ჩალო გამარჯობა შენი. გამარჯობა გასაუბრებაზე ვარ მოსული და სწორად მოვედი, ხო? დიახ მომგზავნით დაბზანდით აგერ აქ დავჯდე? კი ბატონო მომგზავნით ეს წემდა მოგაქცევთ ახლა ყურადღებას მუშავა შერმანამდე. უკაცრავად პატვიცემულო და ისმენ? ეს ბოქსის ხელთათმანები რადი რა თქმა უნდა იცი? გასაუბრება რომ არ დამთავრდეს ისე როგორც მე მაწყობს. მე რო ხომ უნდა ვიმოქმედო აქ როგორც საჭიროა ისე. ნო. გასაგებია და ეს ღვინის ბოთლი ღვინის ბოთლი? ღვინის ბოთლი თუ დამთავრდა ისე საქმე როგორც მე მაწყობს, ხომ უნდა აღნიშნოთ კაცო? განიშნა. კარგი ბატონო, კარგი გასაგებია, მოკლედ გასაუბრებაზე რა პირდაპირ საქმეზე გადავალ. გადადი. ჩვენ ვეძებთ კადრებს ოფისში სამუშაოდ. ამიტომ ყველა კითხვა, პირველი კითხვა ეს იქნება ყველა ადამიანთან. ამით ვიწყებთ ინგლისური და კომპიუტერი, იცით თუ არ? ინგლისური და კომპიუტერი ბიჭო? დიახ. რას მელაპარაკები შენ რომ მელაპარაკები? მეგრული არ წავა და კალკულატორი როგორ არ წავა? დაფიქრდება თუ არ წავა? თქვენ გერაცვალეთ რა იქნება ანეკდოტებისთვის და საგადაოდ მე გამოვყოდრო რა იქნება და მოდი რამე კარგი არიცით კარგი ის საქმეა რამე განსაკუთრებული ჩვევა ხო არა გაგვთ ისეთი რომ სამსახურში გამოგადგეთ მაგალითად ჩვევა? დიახ რამე განსაკუთრებული ჩვევა როგორ არ მაქვს ბიჭო? რას ქვია მე ჩვევა არ მაქვს როგორ მელაპარაკები შენ? ლოგინში ვწრიალებ მაგრამ ისე ვწრიალებ რომ სულ პროსტინები და სამნები ატრიალებული მაქვს კი არ წავა ეს? ნუ ეგა საუცხოთვის მაქონიათ მაგრამ რამე სხვა ხო არა გაქვთ კიდე ისეთი სხვა ჩვევა სხვა არა გაქვთ რამე ძალიან გაინტერესებს? დიახ ხომს ვაკეთებ მაგას ისეთ ხომს ვაკეთებ ელარჯისგან ვერ გავასხავებ კი? რას ვარაგო ვაიცებო ხომს და ელარჯ რა ფერ ვერ გავასხავებ ვერტმაისგან რამე რანაირად მელაპარაკებ გაჩვდი შენ რა ფერ? იმრელი ხარ ხო? კი ბატონო ძირი იქედა ხო იმერელი მე ბიჭო თქვენ პარაშოკიან გვინოს ვერ არჩევეთ იმისგან ნამდვილ გვინისგან და შენ ხომს და ელარჯს ასხავებ რას მელაპარაკები რომ მელაპარაკები კაი კი ბატონო ესე იგი გამოუშვი შემდეგი მეგრელებმა ბევრი ლაპარაკი იციან ამბობენ დავრწმუნდი ახლა საბოლოოდ რომ ასე ყოფილა ნახმად ეს რას ლაპარაკობ შენ მეგრელებმა კახილებზე მეტი ლაპარაკი იცის როგორ გეკადრება რომ ლაპარაკობ ახლა შენ მაგას თქვა ისეულო სხვა ქვეყნიდან ხوار ჩამოსულ კახელები კაცო რას ვასწავლე დინჯი სიტყვა ძუნწი ხალხია და ისეთი რა ქვია რას ამბობ ახლა შენ რომ ის ამბავი ვირმა გააბაზრა აი შეგენაცვალე რა იქნება ნუ გამხო შარში და უბედურობაში მოდი რა იქნება საქმეს დაუბრუნდეთ ის რამე სამსახურეობრივი გამოცდილება თუ გაქვთ თუ გიმუშავიათ ადრეს ადმე რა პოზიციაზე რანაირ მე თუ მიმუშავია რას მელაპარაკები რომ მელაპარაკები 45 წელი შენ იცი რამდენია სოროკპი ატლიეთ ბიჭო მე სოროკპი ატლიეთ მე თანამდებობებზე ვიყავი სულ რა თანამდებობაზე რასა შენ რომ მეკითხები აქ ხვენია რომ მეკითხები თანამდებობა არ არის ის მე რომ მეგრელი ვარ
უყური ამаше. კი ბატონო, გასაგებია. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ. Word-თან ან Excel-თან ხო არ აქვს შეხება რამე? Word-ი ან Excel-ი ბიჭო? Word-ი ჯინჯოლია და Excel-ი სანიკია. ჩემი მეზობლები და ბიძაშვილები არიან ბიჭო ეგენი. კაი გენაცვალე, კაი. ძალიან გამეხარდა რომ ასეთი ახლო რას მელაპარაკე? შეხება გაქვთ Word-თან და Excel-თან. გენაცვალეთ, მადლობა, მოკლედ შემოკარგო, ახლა ბევრს აღარ დაგაყოვნეთ, შეგიძლიათ წაბრძანდეთ, მარტო მე ვერ წვითავ სამსახურში თანამშრომლის აფანის საკითხს და ჩემ დირექტორის გავესაუბრები, ბატონ კოჭო ხინტკირიას და დაგირეკავთ თუ რამე. კოჭო ხინტკირია? კოჭო ხინტკირია წვითავს კაცო აქ საქმეს? დირექტორი. და ის არის დირექტორი აქა? შენ რას მელაპარაკები ბიჭო? კოჭო ხინტკირიასთან მე საქმეს ვერ ვაგვარებ, ჩემი ბრატია. მე მაგასთან მე თვითონ მოვაგვარებ საკითხს. მე მოვაგვარებ მაგასთან საკითხს. მადლობა რომ შენ მაგაზი არის ნერვიული. მადლობა რომ გამოგვიარეთ. კიდე კაი ბიჭო ეს კილომეტრული დავამუღაბეთობის დროზე თუ არა მინდა გაცხებიან სადმე მუშაობაზე დედა მოკითხულია. მაინც ტყილა ვარ ახლა და მოდი ბურთები გავხეთქოთ აგერთო ბუშტებია ეს სამევიდა არის ეს პირველი ვარ დამიდგება ვერა ვიცი საჭამება მობძანდით ვინ გაცლის გამარჯობა შეიძლება კი ბატონო გამარჯობა გამარჯობა ჯიჯიკო ექიმო დამზანდით როგორ ბრძანდებით როგორ გიკითხოთ მადლობთ გაიხარეთ თქვენ როგორ ბრძანდებით კარგად მადლობთ ამა გისმენთ მადლობთ ბატონო ჯიჯიკო რა მაინტერესებს ეს თქვენი კლინიკა პლასტიკური ქირურგიის კლინიკაა ხო? დიახ. და მე მაინტერესებს რამდენად კარგად მუშაობთ და რამდენად პროფესიონალურად ბრძანდებით თქვენ. ესე იგი, ბატონო, ამ თემით თუ ხარ დაინტერესებული თქვენ და რა მსგავსი მომსახურება გნებავთ ამ სფეროში, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ აბსოლუტურად სწორი სამართლე მოსული, იმიტომ რომ ჩვენთან არ არსებულია რომ ვინმე უკმაყოფილო პაციენტი ამდენი ხანი ეს კლინიკა ფუნქციონირებს და ერთი უკმაყოფილო პაციენტი არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს ნებისმიერი სახის პლასტიკა ეს ქალზე იქნება, კაცზე იქნება. არ აქვს მნიშვნელობა ეს კერდის იქნება, საჯდომის იქნება, სახის კორექცია, რაიმე ცხვირის, ყურე, რა ვიცი, ყველაფერი წარბები, რა ვიცი, ყველაფრის აბსოლუტურად ვაკეთებთ სრულ პაკეტს მომსახურების და საოცარ უმაღლეს ნამდვილად კმაყოფილი დარჩევით ხარისხით დაგიწყო. კეთილი. ძალიან კარგი და რა მაინტერესებს იცი? აი ვინმე ცნობილ ადამიანს ხო არ აქვს გაკეთებული თქვენთან ოპერაცია, ეს მაინტერესებს. არა, ცუდად კი არ გაიგოთ, მაგრამ მოსმენილს ნანახის ჯობიაო როგორც ამბობენ და ცუდად ეგერა წალი. მესმის აბსოლუტურად თქვენი რა ვიცი, არაერთი ისეთი ცნობილი ადამიანი ყოფილა ჩვენთან გავუკეთებია. ეს ცოტა ხმა მაინც კონფიდენციალური თემაა რა. ხო და მე მაინც მესმის რომ თქვენ ვიზუალური მაინც ნანახი ჯობია თქვენთვის. ხო და აი მაგას შეგადე რას გეტყვით ახლა თქვენ შემოსასვლელში რომ შემოხვედით ახლა კლინიკაში ხო შემოვძანდით კარისკაცი ნახეთ იქ ხო ახალგაზრდა მაღალი სიმპათიური კეთილშობილი რომ გარბეჭიანი ბიჭი კი ბატონო კი ხო და მოდი ახლა ერთი წუთი მე მაგას დაუზახებ ახლა და თქვენ დააკვირდით მაგ ახალგაზრდას კარგად რა აუცილებლად მე გეტყვით რაღაცას ისა ბეგლარ ბატონო შემოდი ერთი წუთით მოდი ბეგლარ შეგინაცვალე მომისმენ ვისი კითხვა მინდოდა შენთან მე გასული რომ ვიყავი ეხლა შენთან ხო არ ყოფილა ვინმე კი, ერთი ხალბატონი მოვიდა და როგორც მითხარით, ხვალ დავიბარე 12 საათს. ხვალ 12 საათზე. ხო, ეგ მაინტერესებს, ხო არ ყოფილა არა? კაი, გენაცვალე. თავისუფალი ხარ, მადლობა, მეგო შენი წინიმე. ჩემო მეგო, გაიხარე. აი, მადლობა. ხო, დააკვირდი კარგად. დავაკვირდი კარგად კი. აი, ეს ახალგაზრდა წეგა რო თქვი და სანდომიანი სიმპათიური ბიჭი. ორი შვილის
4 შვილიშვილის და 5 შვილთაშვილის პატრონი გახლავთ გენაცვალეს 76 წლისარი. ხელბას ვერ უხდით გენაცვალე და პლასტიკურ ქირურგიაში უხვითავთ ხოლმე იმას, რა ქვია, ამ თავის მომსახურებას გიხედავთ. ოქროს ხელები. ამ ხელებს დამსახურება თქვენ გენაცვალე. აბა საოცარი. ეთქო, მაგრამ 76 საოცარია, ბატონო ჯიჯიკო, თქვენ მართლა დამარწმუნეთ ახლა მე კი გენაცვალე. მართლა დამარწმუნეთ თქვენს ოქროს ხელებში და პროფესიონალებში. არ ვიცი. და აქვე გეტყვით, არემ რატო არ მოსული. კი ბატონო, გის. ბატონო ჯიჯიკო, ახლა როგორც კაცი იდა გამიგოთ. ჩვენ მოგეხსენებათ, როცა ასაკში შევდივართ. რაღაც პატარ-პატარა კორექციები გვჭირდება და მით უმეტეს ქალბატონებს. ჩემი მეუღლე მყავს მოყვანილი. ხო, გარეთ დამელოდება იყოს. მე ჯერ გაგესაუბრებთ როგორც კაცი და რატომ მოვიყვანე ახლა? ნაოჭები აქვს და ეს ნაოჭები ხო სახეზე და ჩვეულებრივი ამბავია თქვენ კარგად მოგეხსენებათ ეს და იცით რა ოჯახი ვართ ახლა ჩვენ საწოლი გვაქვს ამბავი ყველაფერი და არ წონს ნაოჭებიანი ეს რომ მახსოვს როგორი იყო ესეთი და აღარ მომწონს და გადავწყვიტეთ ახლა ორივე შევჯერდით ამასთან დაკავშირებით რომ იქნება ეს ნაოჭები გაუსწოროთ ამ რაღაცა და თქვენი ოქროს ხელებერი საჭირო კი ბატონო მაინტერესებს აი რამდენი დაჯდება ამ ნაოჭების კორექცია თუ როგორც ეძახით თქვენ მაგრამ გასაგებია გენაცვალე ყველაფერი ნუ ეს მაინც მინდა გითხრა თუ ინდივიდუალურია უფრო რა ახლა საბოლოოდ მე რო შევაფასებ ვიზუალურად ქირურგები ჩვენები ერთად გადავხედოთ ამას და საბოლოოდ მაგრამ სავარაუდოდ გეტყვით ფას 5-6000 ლარი დაჯდება ეს ამბავი შენ გენაცვალეს 5-6000 ლარი ჩვენი სანა ხალხისთვის როგორც საშუალო ფენა ცოტა სუყია რა და უფრო იაფასიანი ხო არ გაქვთ რაიმე ბატონო მაშინ მოდი ასე მოვიქცეთ გენაცვალე პირდაპირ გეტყვით რომ ასე გავაკეთოთ ახლა ჩვენ მაშინ აი დიდი ნაოჭები რომელიც შედარებით აი ეს კი ბატონო ხო ეს დიდი ნაოჭები რომ გავასწოროთ ასე რომ ვთქვათ ეფექტი ექნება დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ და მოდი ამას გავაკეთებ 2500 ლარში 2500 ლარი ერთიანად უნდა გადავიხადოთ ხო? კი. და ცოტა ბიუჯეტური რაიმე უფრო იაფასიანი ხო არ გეკნებათ ბატონო ჯიჯიკო? ხო იცი ახლა ჩვენთვის მაინც საშუალო ფენა ვართ ახლა ჩვენ მაინც ხელფასზე დამოკიდებული და კარგი გასაგებ მოდი მაშინ რა ვქნათ იცი მთლიან გადაჭიმას გავაკეთებ ერთიანად. ხო. 1500 ლარში გამოვა ესეც ისეთი მაქსიმუმად შემდგროვებული თანხები 1500 ლარი 1500 ლარის ერთიანად გადახდა კი ერთიანი გადაჭიმოს ვაკეთებ და ერთიანად გადაიხდით ფაქტორსაც კი და იქნება რამე მოვძებნოთ კიდე გამოსავალი რომ უფრო იაფად რო გავაკეთოთ რაიმე იაფად იქნება რაღაცა გამოსავალი ესე იგი უფრო იაფად ხო კი უფრო იაფად უფრო იაფად გენაცვალე აგერ ამ გაზეთს მოგცემ ლარა წააფარე სახეზე და უბაყუნე დილამდე თუ გინდა რა გავაკეთო მეტი იაფად რა გინდა შეგედაცვალე შენ გაგიმარჯოს ბატონო ჯიჯიკო ხმართვა ნორა შეგელე ლარი ძდები ბანი ერთა გედევიდი კაცი რა ხალხში მოხსახ ებეჯო აღარ მინდა დომინო ხო გამიხურე საქმე ამანებე თავიდან რა უქნათ ახლა არ დავლიო დღეს ბიჭო ბუხუდიას ქელეხში რა დავლიოთ რა უკ ბუხუდიას ქელეხში ბიჭო დამკვრელები ეყოლება რა დამკვრელები არა იმაგან ბონიებს ჩამოგიყვანენ აი დამკვრელები აი დამკვრელები თუ არ იქნება მაშინ ხალისი არ ექნება ქელეხს კაცელა რა ხალისი ბიჭო 1 საათის წინ გამოასვენეს მუხის სასახლით ქალი და რა ის ხალისი
ამ ხოლოს სპორტსმენი ადამიანი იყო რა, მუხის სასახლე აკეთებს, მაგრამ ამა სპორტის სასახლით ვერ გავასვენებია. არმინ, გასვენება და იგი ბიჭო, რა იყო, რამ გაგასოფათ ბიჭო, ამ იმაზე, ელექტრის უნახავი ყوارახან. შალიგია საძებიდეთ ბიჭო, ეგ დილი და ფაცებუცი, რუზრუზი, ხორკოძი, ხიზიკოზი, მიდის ეტი ამავე არის ბიჭო, მზადება არის და ფუსი. რა ხდება რა? რა ხდება კი დახოცა ყველაფერი, საკლავ თუ რამე ყავდა, დაგლაც 4 კატამი, ეგ ლავარიაზად დაგლავს აღლა. როგორ სუპრაზი მასვიაყოლებს ალბათ ეს. რა ხდება რა? ხუ აქვს შვიდობა მაგას. ბიჭო, შვიდობა ავი გოგოს ათხოვებს ბიჭო და მოკლავერისას. შენ ხوار გიბერავს ცოტას ბიჭო. განსხვი მიბერავს ბიჭო. აბა შენ რო უბერავ, გაიხარია გევიც მე უბევაგი. რა ვთქვი, ახლა გაფიცებ ყველაფერს მაგნაირი ახლა მე ცხმი პირში ბიჭო. რა თქვი ბიჭო, გოგოს თუ ათხოვებს, მაგას კი არ მოკლავე. მოტყავენ, მაგას მოტყავენ. ხო და მოტყავენ, ამიტომ მოკლავენ თქვა მაგას. ეს ვინარი ბიჭო, აუ და ჩეხოჩე მოდის. დაგლავია. არა ვიგები. არა ჯიგია, ვიგია. ილიკია. რომელი ხარტი არ მახსოვს, მაგრამ თქვენ ხო გახსოვს, რა თავარია და რა მიყოლობა. რასე, მე რა ფერ ხარ, ა? ხო ხარ გლემივი. იგი გასა. შენ რა ვახარ, შეგიგი. რა ვავა. შენ რა გიხარდება ისევა. დავაგიწე. აი ახლა ვიღერა ხალხაგაცი რაჯი სახსასიმდილო რა იგავი. რა დეფინე შენ პალატე. კაი ფესენ გაიყავებას. რა ხდება რა ვახარ თუ? რა შო ვიჯი რაც ბუდიშობა და მოვიდა იგი. რაც ხარ სუპრას შლისო და გოგოს ათხოვებსო და ამბავიო და. გოგოს კი ვათხოვებ, მაგრამ მაგის უფრო ჯერ ადრიანაც, ჯერ არა. დაბადების დღეს ვიხდი. დაბადების დღეს ვიხდი და კაი გემრიელად ჯოუზდეთ მიქეი. კი არა, დაბადების დღე აგვისტოში არა, გახაცო? აგვისტოში, კი მაგრამ მაგრამ რა არის, იცი რომ ნახე ახლა კალენდარში. შუაკვირა უწევს და დღეს პარასკევია და ჩავთვლეთ და მე ხალბაზე ვიგოტრია. ეს არ ჯობია. არ ჯობია, კაცო. რა ასლაბარაკო, ეს ჯობია. 4 წია აგვისტოში სიცხერია, მე ცხერია თანა. დაიგებე, მაგრამ რა ხდება ახლა? ავიებული მაჟე ურავჯავო იგი. არა. ცოტა იმერიდება, მაგრამ უნდა გითხრათ ახლა. ბიჭო, ბევრი ხალხი მოდის. და ყველას ვერ დავსვამ, იმიტომ რომ არც კამები, მაგრამ და არც თეფშები. შენ რო გაზონის მაგრამ ჩანალზე ვარ დაგიძახებ, კაცო და თითო კითხვას დაგისვამთ. მარტივ კითხვებს და რომელიც გამეიცნობთ, დავპაიჟებ და რომელიც ვერ გამეიცნობთ, დაგიჯეკით და გითამაშეთ გოლი. ვერ გაწევდი, მე რა პრობლემა მალქრატვერია, კაცო ულვაში. მიჯიგია. მე თუ არ გამასწორია. რამდენია 3 x 3? 3 x 3 9 იყო, მადე და აკამდე და რა ვიცი ახლა. მეცა შევამოწმო. შეგამეიცნო ბიჭო. 9 ხო არის? დაბაიჟებული ხარ. დაბაიჟებული ხარ. დღეს ჩემთან ხარ დაბაიჟებული ხარ დაბადების დღეზე. ამას გოუთულებ ახლა მეცა. ლიგია. რამდენია აპა 4x4? 16. ნაჩოთ წავენდობი საკალბი. შებიჯო, გამეიცნო, მანაც გამეიცნო და 25 ზღვა ძიროსორგე. შენ ახლა იგი ჩემი ლაკი. უკვე იცი. ლაკი ძმა, ახლა მას ვაფშე მარტივს დოუსვამ. აბა შენ თუ იცი, ჯიჯიკია რამდენია 2,373,682-დან თესვი გამრავლებული სინუს 71.2 გრადუსის შეფარდება ლიმეს ზღვარი, როდესაც x-ი მისა 0-ზეგან შეფარდებული 3 მეათე ხარისხის კვადრატთან და გაყოფილი კარგი, მაგის და პატიჟება, თუ არ გინდა და გეთქვა თავში მაგის და საერთოდ ვიბუხუდიას გასვენებაც, გამოდი 4 ერთევზია, კაცე გავსინჯა, შედი გაბადების დღე აიგი. ახლა ამერიკას პატივი, ახლა რა დავსვი ახლა ამერიკა. ისე ჩოთქი როდა ეხმარა გამეიცნობდა, ეი. ზეტირად არის, ცოტა თოლი თორე, ამანაც არ უთხრა, თოლი. შენთან რომელ საათზე ვართ? 6-ზე, წავედით იქ. 6-ზე. იქაც მოვასწრეთ, პირველი იქ არ მივიდე, გასვენებაში და მე მივიდე ჩელიგია შენთან. არ ჩაყვეთ ახლა იმას. არა, კაცი. ია, გაზე ზუმადური, ხო ვერ მევიდე, დაიწყება ამის ბიდი, კაცი. მამა გამოჩნდა. შენი სკოლა და დევისონო ცოტა მომივარდა ელენ. რა საიკეხე ხა დირექტორთან წამოსვლა რა გინდო?
ჭղდი ახლა ამას გამესაუბრა ახლა ხო უნდა გევიგო მამა და არ უნდა ვიცოდე რანაირად სწავლობ როგორ იქცევი ყველაფერი ხო უნდა ვიცოდე ცუდად რა ვიქცეოზე ხო და გირეკავდნენ და გეტყოდნენ მაგას ჯერი ხარ ენა სასასწრებს მაშინ იმას გევიგებ როგორ სწავლობ გეიყუჩი ახლა პრიუსივით გამომყევი გვერდში რატო არის კваზე რა გითხრა რა ვიცი მე რა მითხრა და რატო არ გახავს ამერიკას ჯარების სირიიდან რა უნდა მითხრა ეს ვერ მედავე რაღაცაში არის საქმე და მითო ხარ გაყუჩული და გაჩუებული ასე მითო არ იღებ ხმას რა გინდა ხა ატომაბულინგე აი მივალ დირექტორთან გეტყვის ყველაფერს ეს მაბულინგებს აისწავლეს გამოდი შევალ ზუსტად დირექტორთან და უაი დღეს რომ მოგიწევს ველკამზე დაძინება ნახავ აგერ მობზანდით შეიძლება ბატონ დირექტორი მობზანდით გამარჯობა ენსო დაგიმარჯო დაბზანდით ესე იგი ბატონო ჩემო მე გახლავართ სანდრო ფხაგაძის მშობელი და მინდოდა თქვენთან შეხვედრა და მინდა რომ გაგესაუბროთ ზოგადად ბავშვის ყოფაქცევაზე მის აკადემიურ მოსწრებაზე და საერთოდ როგორი ბავშვია სანდრო ამაზე მინდოდა თქვენთან სიამოვნებით გავისაუბროთ კი ბატონო სანდრო ხანიჭიერია ბატონო სანდრო ხანიჭიერია ანუ ხანიჭიერი რას ქვია ვერ მივხვდი აგიხსნით ბატონო ჩემო ნახეთ რაღაც საგნებს სანდრო სწავლობს ძალიან კარგად და რაღაც საგნებს ძალიან ცუდად ასე რომ ხანიჭიერი უფრო კონკრეტულად აი მაგალითად კი ბატონო კონკრეტულადაც გეტყვით და მაგალითადაც ფიზიკაში ქიმიაში, ალგებრაში, გეომეტრიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ბიოლოგიაში ყავს ცუდი ნიშნები. მაგრამ შრომაში, მუსიკაში და ფიზაღზრდაში კარგი ნიშნები. ესე იგი ეს მათემატიკაში ცუდი ნიშნები, ფიზაღზრდა შრომა და სიმღერაში კარგი ნიშნები. კი ბატონო. მოვისურვეთ ბატონო. ფიზაღს და შრომას და სიმღერას მე ვასწავლი მაგას სახში და თქვენ რა შეგეკეთეთ ამდენი პეთ კოლექტივია განა რო ხარ შეკრებილია პირიაკ დაგიწყებენ საუბრობთ არისტოტელი ამბობდა ათესე თხილი ამოვა თხილი რაცა ამ ისარში აი ეკარ